Gentlemenებო, მიხარია თქვენი კვლავ ნახვა. თქვენ ერთმანეთს 13 წლის წინ შეხვდით, როგორც ახალგაზრდა პერსპექტიული მებრძოლები, ახლა კი 11 ივლისს ერთმანეთის წინაშე უკვე ლეგენდების სტატუსით წარდგებით. პირველ რიგში, კონო, შენგან მინდა დავიწყო, როგორ იყო ეს 5 წლიანი პაუზა, ეს საშინელი ტრავმა და ბოლოს ოქტაგონზე დაბრუნების შესაძლებლობა. ჯო, დაბრუნება უმაგრესი შეგრძნება, საოცარია, სხეული ენერგიითაა სავსე, გონება ბასრია და მზად ვარ საბრძოლველად. მზად ვარ კიდევ ერთხელ შევიდე ამ სასტიკ ბიზნესში, როგორც დაუნდობელი მებრძოლი. ძალიან გახარებული და აღგზნებული ვარ დაბრუნებით. კონო, შენ განსაკუთრებით გინდოდა რომ ეს ბრძოლა 170 ფუნტში შემდგარიყო. რატომ მაინც და მაინც ეს ტონა? იცი რა, უყურე მაქს ბოლო ჯგუფში, ჩარლზ ოლივერასთან 159 ფუნტზე, BMF გამრისთვის და შიმშილით მოიკლა თავი. ჩემი აზრით მან BMF-ის საერთოდ არაფერი იყო. ტიპი უბრალოდ საუნის ყველაზე საშიში კაცი იყო, მეტი არაფერი. მე უკვე დიდი ბიჭი ვარ და 170 ფუნტი ზუსტად ჩემი წონაა და ეს მომწონს. სწორედ ამიტომ ვუკეთებ მას საჩუქრას და ვამბობ, მოდი ასე ვქნათ, წონის კლებისა და ტანჯვის ნაცვლად საქმე ნორმალურად, კაცურად გავაკეთოთ. მეც მომწონს ეს იდეა და დაწუნებული ვარ შენც მოგწონს. მაქს 155 ფუნტამდე წონის კლება ალბათ ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. თუ ფურიასთან მიჭყვი 155-ში იყავი, ახლა კი საერთოდ გიწევს წონის კლება. ეს ალბათ ძალიან მაგარი პერსპექტივაა შენთვის. აქ ტაქტიკური მიზეზიცაა ჯო, ხომ ხედავ, მე 170 ფუნტში გამოცდილების მხრივ უპირატესობა მაქვს. ბოლო წლებში ჰოლოვეის ნამუშევარს თუ გადავხედავ, მას მეორე ბრძოლა ჰქონდა, თუმცა არა 170-ში. ასე რომ ეს ჩემს სასარგებლოა და სწორედ ამიტომ მინდოდა ეს ზონა. მაქს, შენას ფიქრობ ამაზე? არანაირი უპირატესობა ძმაო, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ ზონაში, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. როგორც ჩვენ თქვით, ჩვენ BMF კამაზე ვსაუბრობთ. ნამდვილი BMF-ები სასწორების გარშემო ადარბიან ძმაო, ეს შენს კარგად იცი. მე უბრალოდ მიხარია რომ დაბრუნდი და ეს თუ სული მაქვს ოდი შევხვდები. ყველას უხარია რომ ორივე დაბრუნდით და 170 ფუნტში ჩხუბობთ. მე ნაჩხუბები მაქვს ამ ზონაში და ვიცი ეს გამოცდილება. გამოცდილი მაქვს სხვაობა სამზადისში, სხვაობა წონის ტარებაში, სხვაობა იმაში თუ როგორ შეუძლია მეტოქეს დატყმებისადანა. და მოხარული ვარ რომ ახალგაზრდა მაქს კვლავ მივესალმები ამ დივიზიონში. კონო, რამდენ რთული იყო ტრავმებისგან რეაბილიტაცია და ამ 5 წლის განმავლობაში გვერდზე ოქტაგონს მიღმა ყოფნა. უთხარი მათ რომ ძლიერი ვარ, გონებრივად ძალიან ძლიერი ვარ და ასეთიც უნდა იყო. ამას სხვა გზა მქონდა, გარდა იმისა რომ ფეხზე დამდგარიყავ და საკუთარი თავიდან ამეწყო. სიამოვნებით გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და აი აქ ვარ, დავბრუნდი. რაც იყო წასულშია, ახლა მომავალში ვარ, ბრძოლა ჩანიშნულია და საოცრად მოტივირებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ დავამშვენო ოქტაგონი. ჩვენ ერთი სული გვაქვს ოდის გნახავთ, მაქს, შენას ფიქრობ იმაზე რომ კონორი 5 წელი უქმად იყო და ასეთი მძიმე ტრავმა ჰქონდა, მაშინ როცა შენ მთელი ეს დრო საოცრად აქტიური იყავი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხედავ, ბევრი ლაპარაკობს ამაზე, მაგრამ ჩვენ მებრძოლები ვართ ძმაო, ეს ჩვენი საქმეა. მე მოუთმენად ველოდები კონორ მაგრეგორის საუკეთესო ვერსიას. შეხედე როგორ ლაპარაკობს ძმაო, აალებულია. მეც აალებული ვარ, ერთი სული მაქვს ოდის ვნახავ 11 ივლისს. ეგრეც მოიქეცი მაქს, მოემზადე, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მოდივარ. ამას პირდაპირ გეუბნები. ისე როგორ ხარ ოლივერასთან 5 რაუნდიანი ომის შემდეგ. მეგონა რამოდენიმე დათმა კეფაში მოხვდა. მინდოდა ეს შანსი დავალი და მებრუნებინა, მაგრამ შენ არ გამოიყენე. ცოტა იმედ გაცრუებული დავჭე ბრძოლის შედეგით და იმით რა ბედიეცი აქ ამას, მაგრამ სხეული როგორ გაქვს, როგორ გრძნობ თავს. ჰავაიზე რა ხდება, კარგად ხარ? ერთი სული მაქვს ოდის გნახავ. ჰავაი ყოველთვის საოცრება. კარგად ვარ ძმაო, ჰავაი ყოველთვის საოცარია. ერთი სული მაქვს ოდის გნახავ, მეცხრე კუნძულზე. ძმაო, დუბლინში რა ხდება? გავიგი დარბაზში გძინავსო, ეგ ძალიან მაგარი მოსასმენია. გვიხარია რომ დაბრუნდი. ერთი სული მაქვს ოდის შევალ გალიაში ძმაო. ჩვენ რეკორდებს მოხსნით მაქს. მაქს, კონორთან შენი პირველი ბრძოლა შენი კარიერის დასაწყისში წაგები დასრულდა. და ვიცი რომ ყოველთვის ხმამაღლა ამბობდი რომ ამ რევანშის აღება და იმ გამარჯვების დაბრუნება გინდოდა. რა თქმა უნდა, ეს სუპერ გასართობია. ხომ იცი რას გულისხმობ, მაგრამ კონორის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, მე მაგას წაგებადაც კი არ ვთვლი. მან ხომ თქვა, მხოლოდ ფინიშებს ვთვლიო. ბოლოს რომ შევამოწმე, ჩვენი ჩხუბი საჭების გადაწყვეტილებით დასრულდა. ასე რომ მთელი გულით ველოდები ამ ბრძოლას. მომწონს ეს მიდგომა, ძალიან მომწონს. მოდი ეგრევე გონგს ჩამოვკარეთ და დავიწყოთ. მომწონს, აი ასე კეთდება საქმე. კონო, ხალხს ერთი რამ მაინტერესებს, ეს ერთჯერადი დაბრუნება თუ სამუდამოდ დაბრუნდი როგორც საუკეთესო ბოქსიორი.
ამბობ რომ საუკეთესო ბოქსიორიო, ხო და ახლა ვნახავთ ძმაო. თმეტილის მივან საქმეს მივხედავ და წლის ბოლოს ეგრევე რევანში გვექნება. 11 ივლისი მალე მოვიდა, ჩემს სასარგებლოდ გახდება ანგარიში და მე წლის ბოლოს ხელახლა ვეჩხუბები. აი ასე მოხდება, ესაა ჩემი პროგნოზი. იცი რა ჯო, მისმინე, ხალხი წლებია გაჰყურისო ეს კაცი. ყველა დროის ნომერ პირველი pound for pound-ის მებრძოლია, მაგრამ მე ის მაგ წონაშიც კი შევაბარბაცე. წლებია მესმის ხალხისგან, მაშინ ისინი უბრალოდ ბავშვები იყვნენო. ბოდიში, მაგრამ ჰოლოვეი მართლაც ბავშვი იყო. მაშინ მე კი არა. მე და მაქსი პირველად რომ შევხვდით, მაგს მგონი მხოლოდ მე 6 ჭყობი ჰქონდა UFC-ში. მე ჩემს შვილებთან ერთად ვიყავი უკვე ძმაო. ის ხომ ამობდა მთელი ჭყობი სტრაიკინგში უნდა გეჭყობო. მაგრამ როგორც კი ტრამვა მივიღე, ეგრევე ტეიქდაუნზე წამოვიდა. იცოდი ეგ ჯო. ჩვენ ხომ UFC-ის საუკეთესო ბოქსერზე ვლაპარაკობ, მაგრამ ჩვენს ჭყობში ის უცებ მოჭიდავად გადაიქცა. გახსოვს შენ თვითონ რომ გააკეთე ტეიქდაუნი კონორ, მიწაზე შენ დამაგდე ძმაო. Gentlemenებო, ნეტავ კონორ შენ დუბლინში არ იყო და მაგ შენ ჰავაიზე, ნეტავ ახლა ორივენი აქ ჩემთან სტუდიაში იჯდეთ, რომ ეს ყველაფერი ცოცხლად გავუკეთებინა. ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა და ერთმანეთის ხმასაც უკეთ გავიგებდით. ყოველგვარი პატივცემულობის გარეშე მაგს, შენ მე ხელსაც ვედამაგარებ და კიდეს რომ მომახვედრო ხელთათმანი პირდაპირ დაგწინებ. ჩემს წინააღმდეგ სულ სხვა სამყაროა და მით უმეტეს ამ წონაში სხვა სამყარო დაგხვდება. მე ამ ბრძოლიდან უნებელი და სრულ დიდებაში გამოვა. აი ნახავ. ჩვენ წინაპრებზე საუბრობთ, მეომრებზე საუბრობ ძმაო, მე ჰავაიელი მეომარი ვარ. შენს ლამასახელს გამუდმებით შევეხებით ჩემი დათმებით, ისევ და ისევ, ეს მე უკვე ზუსტად ვიცი. კეთილი იყო შენი მობრძანება მისტიკ მაქსის ერაში ძმაო. დაბრუნებას გილოცავ. 11 ივლისს მისტიკ მაქსი აქა, მაქსის დაბრუნება. უამრავი დათმა მოგხდება მაგ შენს პლანჭია სახეში ძმაო. სუფთად შემოინახე ეგ სახე, იმიტომ რომ ბოქსით საჯდომს აგახებ. ხელები დაბლა გექნება მაგს, მიაგახე ბოქსით სახეს, შენ ვერაფერს იზამ. წინა ჯერზეც ვნახეთ რაც მოხდა ბოქსის საერთოდ არ გიჩვენებია. მოკეთე გაჩუმდი, მიდი დამელოდე. მე ამ ბრძოლაზე ტრაბახს არ ვაპირებ. ძლიერი ვარ და კიდევ ერთხელ მინდა ბრძოლა. მაგს შენ რა შეგრძნება გაქვს 70 პუნქტში ჭყობთან დაკავშირებით? ძმაო, ეს უბრალოდ კიდევ ერთი მორიგი ბრძოლა. ეს უბრალოდ მორიგი ჭყობია. შენ სულ წონაზე ლაპარაკობ, ეს წონა ის წონაო. მე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში დარბაშიც კი უმეტესად ყველაზე პატარა ბიჭი ვიყავი. ასე რომ ერთი სული მაქვს. ის უბრალოდ იმიტომ წავიდა რომ უკვე დაძაბულია და განკალებს. უბრალოდ გამოცხადეთ 11 ივლისს ძმაო. Gentlemenებო, კონო, შენ უნიკალურ ფორმაში ხარ, მაგ შენ ლეგენდა ხარ, ორივე ნამდვილი ლეგენდები ხარ. 11 ივლისს ვეგასში საოცრება დატრიალდება, ერთი სული მაქვს როდის გნახავთ. წარმატებული საწვრთნელ ბანაკებს გისურვებთ, ეს თვეში შეხვდებით. მთელი სამყარო საოცრად და აღელვებული თქვენი დაბრუნებით. კონო, შენი დაბრუნებით, მაგ შენი დაბრუნებით. და იმით რომ ოქტაგონში კიდევ ერთხელ შეხვდებით ერთმანეთს. უღრმესი მადლობა. Thank you. My brother's back, baby. See you on July 11th. God bless.